დღევანდელი ეპიზოდის თემა თითქოს და ძალიან მარტივად ჟღერს, ეს არის სულიერი განვითარების თემა და სულისბნელი ღამე. კონკრეტულად ამაზე მინდა საუბარი დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, ამაზე ცალკე აღებულად ვერ ვისაუბრებ, თუ ჯერ არ ვისაუბრებ ზოგადად რა არის სულიერი გზა და სულიერი განვითარება. ძალიან ბევრი წელი უკვე 10 წელი არის, რაც ამ სფეროებში სოციალურად აქტიური ვარ და ძალიან ბევრ ამას გიზიარებთ და ყოველთვის ვუბრუნდებით ერთი და იგივე კითხვებს, რომელიც ბევრჯერ უნდა დაიღეჭოს, ბევრჯერ უნდა გაიცეს პასუხი და ეს თემა არის ასეთი ერთ-ერთი თემა არის სულიერი განვითარება. სულიერი განვითარება, ცოტა ისეთი ტერმინია, რომელიც დღეს ყველგან გვესმის და ძალიან ბევრნაირი ახსნა შეიძლება მოუწებნოთ. თუმცა დღეს სულიერი განვითარების გზას ავხსნარი იმ ჭრილში, რომ შემდეგ კარგად ავხსნა, რას ნიშნავს სულისბნელი ღამე, რას ემსახურება ეს და საერთოდ რატომ არის საჭირო ადამიანებისთვის. მოკლედ, ადამიანები, რომლებიც თვლით, რომ სულიერი განვითარების გზაზად გეხართ და ბევრგან გაჭედილ ხართ და ბევრი რაღაცა პრობლემა შეგხვედრიათ მაგ გზაზე. დღეს ვეცდები, რომ ესე ამოზუმებულად შორიდან დაგანახოთ მთლიანად ამ გზის აზრი რა არის, რატომ უნდა გავეროთ ეს გზა და რატომ მოვხვდებით იმ უეჭველ ხრამში, რომელსაც სულისბნელი ღამე ქვია. ზოგადად სულიერებაზე, კარმაზე და ამ შემდეგ კიდე სხვა ვიდეოებიც მაქვს ჩაწერილი პოდკასტების სერიაში და თუ განსაკუთრებით რაღაცა იქნება ძალიან ახლოს ამ თემასთან, ამ ვიდეოს აღწერაში დაგხვდებათ იმისი ლინკი. ეხლა მოდი დავიწყოთ თვითონ სულიერი განვითარების შესახებ. სულიერი განვითარება ბევრ ადამიანს შეიძლება ისმოდეს ძალიან ბუკვალურად, როგორც ისმის, ხო, რომ სული სადღაც ვითარდება. და საერთოდ რა საჭიროა სულიერი განვითარება, ან რატომ არის, რომ ზოგი სადღაც წინ ვითარდება და ზოგი არ ვითარდება. მე რო პირველად მესმოდეს ეს ორი სიტყვა, ასე წარმოვიდგენდი, რომ ვიღაცები სულით სადღაც მიდიან და ვიღაცები არ მიდიან და სად მიდიან და როგორ მიდიან, ეს გაუგებარია ამ ტერმინიდან გამომდინარე. საერთოდ ჯამში სული ზოგადად არსად არ ვითარდება და არსად არ მიდის. ანუ სული არის ნეტარი, ერთიანი, ღმერთთან შერწყმული და ღმერთის ნაწილაკი, რომელიც მუდამ არის ნეტარი და მუდამ არის განვითარებული ისედაც. სულიერი განვითარება ეწოდება, როდესაც სული ჩამოდის უკვე მატერიალურ სამყაროში, კონკრეტულად თქვა დედამიწაზე და აქ იწყებს თავისი სულის გახსენებას, ანუ მატერიალურ სხეულში, ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს იმ მონაცემში, იმ ბიოლოგიურ რობოტში, რომელშიც სული იმყოფება, აი ამ ბიოლოგიურ მონაცემში ვიწყებთ ჩვენი სულის გახსენებას და შესაბამისად, როდესაც ვიწყებთ სულის გახსენებას, სულის შესახებ გახსენებას, ჩვენი სულის შესახებ, ზოგადად ღმერთის შესახებ გახსენებას, ამას ეწოდება სულიერი განვითარება. და ამაში გვეხმარება სულიერი პრაქტიკები, იმიტომ რომ ისევე როგორც მაგალითად ადამიანი, რომელსაც გონებრივად უნდა რომ უკეთესად მოქნილი ქონდეს გონება და საჭიროა კონკრეტული ვარჯიშები, სწორედ ასე სულიერად შენი თავის გაცნობიერებას მატერიალურ სხეულში ჭირდება ვარჯიში. და სწორედ ეს არის სულიერი პრაქტიკები, მედიტაციაც, იოგაც და სხვადასხვა მილიონაირი სულიერი პრაქტიკა არსებობს და ამას ემსახურება. მაგრამ ახლა რა ხდება, ანუ რაც უფრო ადამიანი თავის თავში იხსენებს სულს და იმ მდგომარეობას, როგორი არის ის სულის მდგომარეობაში, პატარა გადახვევას გავაკეთებ აქ ერთ-ერთ ჰიპნოთერაპიაზე ვამბობ, ჩემი ჰიპნოთერაპია იყო პირადი, მე ჩავიტარე და იქ ვამბობ რაღაცას, რომ ადამიანებს ერთი წამით მაინც რომ გაახსენდეთ თავიანთი სულის შესახებ, მხოლოდ ერთი წამი გაახსენდეთ, ეს იქნება საკმარისი, რომ მთელი დედამიწა სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვოდეს და დედამიწა საერთოდ ჯამში გადარჩეს იმ დესტრუქციული სცენარებისგან, რომელიც ახლა არის გაწერილი სცენარში, დედამიწის სცენარში, ხო? დაუბრუნდეთ ახლა ისევ იმ თემას, რომ ესე იგი სულიერი განვითარება გამოდის ჩვენი თავის გახსენება სულის დონეზე. და რა საჭიროა ეს ახლა ხო ცოტა მეც ახლა რო ვსაუბრობ იმ პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომ თითქოს ეს ყველაფერი მე არ მესმის, ხო? იმიტომ რომ ეს უფრო მარტივად შევძლებ, რომ ყველაზე ესეთი ის სიტყვები მოუძებნო ახსნას, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება გადმოსცემდეს ამ დებულებების არის.
ესე იგი, ჩვენ ვართ უმაღლესი უზენაესი სულები, ღმერთები, ღმერთის ნაწილაკები და მოვდივართ დედამიწაზე მატერიალურ სამყაროში, სადაც ჩვენი ცნობიერება გაიხვევა ილუზიაში, უცებ გვავიწყდება, რომ ვართ სულები და ვერთვებით მატერიალურ თამაშებში, ხო? აი, წარმოიდგინეთ რაღაც ძალიან კარგ ფილმს ან წიგნს რო კითხულობთ და რო პირველივე წინადადებიდან რო ჩაერთვებით ამ წიგნში და მთლიანი რეალობა ქრება, ხო? აი, დაახლოებით ასეთი რაღაცა გვემართება, ოღონდ რა თქმა უნდა, მატერიალური ცხოვრება ბევრად უფრო დიდი ილუზორული სამყაროა, ვიდრე უბრალოდ ერთი წიგნი, ან ზოგადად წიგნების სამყარო. და ასე გვავიწყდება ჩვენ სულის შესახებ. სხვა შორის ეს თავიდანვე ეგრე არ არის, ანუ ბავშვებს იდეაში ახსოვთ, ანუ ჯერჯერობით პატარა ბავშვს არ აქვს დაკეტილი მაინც და მაინც მიღმიერ სამყაროსთან წვდომა. უბრალოდ მაგ ეტაპზე იმ მომენტში ბავშვისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იმ მომენტში ვერც ლაპარაკობს, ვერ გადმოსცემს ამას და მერე ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ხდება გაყოფა მატერიალური და სულიერი სამყაროს. გაყოფა არ უფრო ეს რაღაცა ერთმანეთისგან თვითონ არასდროს არ არის გაყოფილი, მაგრამ ჩვენი ცნობიერების მიერ ხდება ამ ორი სამყაროს გაყოფა. იმიტომ რომ იმისთვის რომ ჩვენ მატერიალურ სამყაროში ჩავიტვირთოთ კარგად და შევასრულოთ ის ფუნქცია, რომელსაც მოვედით, საჭიროა რომ ამ სულიერ სამყაროსთან გაყოფადობა ყოველ შემთხვევაში ილუზორულად ჩვენ ეგრე აღვიქვათ. იმიტომ რომ ეს ძალიან შეგვიშლიდა ხელს, ხო? იმიტომ რომ სული რატომ მოდის დედამიწაზე მოდის, იმიტომ რომ მას უნდა გარკვეული გამოცდილების მიღება და მის სულზე, რომელიც მუდამ არის უნეტარესი და უზენაესი, რომ გარკვეული მატერიალური გამოცდილებები აღიბეჭდოს. ისევე როგორც რატო ვკითხულობთ მაგალითად წიგნებს, ხო? იმიტომ რომ გვინდა რომ ცხოვრება, რომელიც ჩვენ არ გვიცხოვრია და ჩვენ ვერაზოს ვერ გვექნება თავგადასავალი, რომელიც იმ წიგნში არის მოყვანილი, უბრალოდ წიგნის ენაზე შევიმეცნოთ და ლიტერატურის დონეზე შევიმეცნოთ. ამიტომ უყურებთ ფილმებს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ერთი ცხოვრება გვაქვს კონკრეტულად ინკარნაციაში ამ ცნობიერებით ამ ფიზიკურ სხეულში გვაქვს ერთი ცხოვრება და რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით 1000 პროფესიის, ვერ ვიქნებით ყველგან ნამოგზაურები, ვერ გვექნება ყველანაირი ცხოვრებისეული გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია რომ გქონდეს. შესაბამისად, წიგნები ასევე ფილმები, ასევე თუნდაც მეგობრები, რომლებიც სხვა ისტორიის მატარებლები არიან და სხვა გამოცდილები, ვიდრე ჩვენ ვიდეო თამაშები თუნდაც ხო არის ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილებების მიღების საშუალება. და ცხოვრებაში ჩვენ ხო გვინდა ასეთი გამოცდილებები მივიღოთ, ხო? და ზუსტად ასე არის სულის ინტერესი, რომ ჩვენ მატერიალური სამყაროს გამოცდილება მივიღოთ ხოლმე. და ჩვენს უნეტარეს და უზენაეს და უსასრულოდ მაღალ და ნეტარ სულზე აღვბეჭდოთ გარკვეული მატერიალური გამოცდილებები. ერთ-ერთი შუალედური ტერმინი ასევე, რომელიც უნდა აუცილებლად აღვნიშნო, არის სულიერი გამოღვიძება. და სულიერი გამოღვიძება ზოგადად, ერთ-ერთ ვიდეოში ამაზე მაქვს ნასაუბრები ვრცელად, მაგრამ აქაც აუცილებლად უნდა მოვუყვარო ქრონოლოგიურად მივიდეთ ამ სულის ბნელ ღამემდე, რომ მე იქ გავიგოთ, რატომ შეიძლება რომ ეგ დაადგეს, ხო? რა არის სულიერი გამოღვიძება? სულიერი გამოღვიძება არის სწორედ ის მომენტი, როდესაც რომ დავიბადეთ, ჩავიტვირთეთ ამ მატრიცაში, ამ ილუზორულ სამყაროში. მერე ამ სამყაროში და ისეთ გარემოში ვართ, სადაც ყველაფერი ილუზორულია, ხო? ყველანაირი სისტემა, აღზრდა, განათლება, ეს ყველაფერი არის ძალიან ილუზორული და ყველაფერი ზოგადად, ხო, არის ამ სამყაროში ილუზორული. არაფერი რეალურად არ არსებობს გარდა ილუზიისა. და აი ამ ყველაფერში ვიზრდებით და შევდივართ ამ თამაშის რაღაცა რეჟიმში და კითხობს არ ვსვამთ რა, რომ აი მაგალითად რატო აცვიეთ ბიჭებს შორტები და გოგოებს კაბები პირობითად. ხო, ანუ რატო აქვს გოგოს გრძელი თმა და ბიჭს მოკლე თმა. ან მაგიდასთან რატო უნდა ვიჭდეთ ასე ჩანგალი, რატო გვჭრევს მარჯვენა ხელში და ასე შემდეგ. ანუ ამ რაღაცებზე ჩვენ კითხვები არ გვჭდება, იმიტომ რომ როცა ვიზრდებით გარემოში, გარკვეულ გარემოში და ბავშვი რა გარემოშიც იზრდება, ის არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა, ხო? ანუ არ უჩნდება ბავშვს კითხვები, იმიტომ რომ მას ეს უყურებს ბავშვობიდან და შესაბამისად არ გონია რომ აქ რაღაცა ახლა ზაღლის თავი უნდა იმარხებოდეს და ამიტომ ჩვენ ავტომატურად ჩვენ ცნობიერება იწურთნება იმ გარემოსთან მიმართებაში, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით. სულიერი გამოღვიძება კი არის ის, რომ ჩვენ აქ უკვე უფრო კარგად ხსნის ეს ტერმინი, რა ხდება ამ დროს, ანუ სული იღვიძებს იმ მატერიალურ ილუზიაში, რომელშიც ჩაშვებულები ვართ. და შესაბამისად შემოდის კითხვები, რომ და რატომ მიჭირავს ახლა მე ჩანგალი მარჯვენა ხელში? რატომ არ შეიძლება ხელით ვჭამო? რატო არ შეიძლება მაგალითად უნივერსიტეტში ვიარო ჩუსტებით და ასე შემდეგ, ხო, რაღაც ასეთი კითხვები შემოდის.
სულიერი გამოღვიძება ყოველთვის აი რაღაცა ატრიგერებს ხოლმე ყოველთვის და ეს ტრიგერი უნდა იყოს რაღაც აუცილებლად ნეგატიური გამოცდილება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ ჩნდება კითხვა თუ ადამიანს არ აქვს გარკვეული ნეგატიური გამოცდილება, ხო? მაგალითად, მე და ჩემი მეგობარი წავედით სკოლაში, ორივე ერთნაირად დავწერეთ დავალება, კარგად და ერთმა მიიღო 5-იანი და მეორე 2-იანი. ნუ პირობითად ხო და მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, რომ აი რატომ მეც ხო კარგად მეწერა, მე ხამ ჩემ მეგობარზე უკეთესად ვწერ, მე უკეთესად ვიცი ეს საგანი და რატომ მიიღო იმან 5-იანი და მე 2-იანი. მე აღმოჩნდება, რომ მისი ნათესავია მაგალითად და ჩდება ესეთი პირველი შინაგანი უკმაყოფილება, უსამართლობის შეგრძნება და მოდის ესეთი ფილოსოფიური კითხვები, რომ დაიცა ახლა სამყაროში უსამართლობა, ესე იგი არსებობს, ანუ მე როგორი მაგარიც არ უნდა ვიყო, ვიღაცამ შეიძლება ჩემზე კარგი ნიშანი მიიღოს, ჩემზე კარგი სამსახური მიიღოს და მოდის ასე ვთქვათ კითხვები ხო, რომ ანუ აი ამ რაღაცა ტრიგერებთან მიმართებაში ჩვენ ვიწყებთ გამოფხიზლებას, რომ ანუ რატო რა ხდება? და როდესაც ადამიანი ძალიან ბევრ მსგავს რაღაცას შეეჯახება ცხოვრებაში და ხედავს ძალიან ბევრ ასეთ რაღაცას და ცდილობს რომ გამძირეკიდან რომ დავიბადეთ არავის ცხოვრების ინსტრუქცია არ მოუწევთ, ჩვენი თუ გვიწევს ხო ამ ყველაფერთან გამკლავება და თითქოს სერფინგის დაფა რომ მოგცენ და ხა წადი და ტალღებს ეთამაშო და ოღონდ არ იცი ეს როგორ უნდა გააკეთო და არას არ გაიკეთებია. დაახლოებით ასეთ რაღაცას გავს ზოგადად ცხოვრებაში შესვლა ხო? დაახლოებით თინეიჯერობიდან ვიწყებთ უკვე ასეთ გაცნობიერებებს და როდესაც ადამიანი ძალიან ხშირად ეჯახება ასეთ რაღაცებს და უსამართლობას, უსიყვარულობას, სიძულვილს, განსჯას, შეიძლება ოჯახში პრობლემებს და ასე შემდეგ, ხო? მით უფრო მეტი კითხვა მოდის, რომ და საერთოდ აი რატომ მოხდე ხა აი ამ ოჯახში რატო დავიბადე, აი რა მინდოდა, ან როგორ დავიბადე, ან მაგალითად რა დგას იმის უკან, რომ ვიღაცა, ჩემი მეგობარი დაიბადა იდეალურ ოჯახში და მე ესეთ ოჯახში და აი რატო ახლა რამ განაპირობა ეს, ანუ დაბადებას რამე უძღვის კი მაგრამ წინ რაც განსაზღვრავს რომ ის ისე დაიბადა და მე ასე ან ვიღაცა რატო არის უფრო ლამაზი ვიღაცა უფრო ჭკვიანი ვიღაცა უფრო ესეთი და ისეთი და აქედან გამომდინარე აი ამ კითხვებიდან გამომდინარე უკვე იწყება მატრიცის რხევა მატრიცა იწყებს გაბზარვას და ყოველთვის როდესაც მოდის კითხვები სამყაროს უბრალოდ უფლება არ აქვს რომ ამ კითხვებზე პასუხი არ მოგცეს და აუცილებლად რაღაც ისეთ სიტუაციები ხდება ან ისეთ წიგნს წავაწყდებით ან ვიდეოს ან ასე შემდეგ რომელიც ამ რაღაცებზე პასუხს გვაძლევს და ნელ-ნელა იწყება გამოფხიზლება. რომ აი დაიცა ესე იგი მატერიალური სამყაროს წესები არის ესეთი, მე ვარ ამ მატერიალურ სამყაროში ჩამოტვირთული ახლა დროებით და ვიღებ ამ გამოცდილებას და სწორედ ეს არის სულიერი გამოღვიძება. სულიერი გამოღვიძება შეიძლება იყოს ძალიან მძაფრიც, ანუ აი უცებ რო დაგარტყამს ისეთი რაღაცა, რომ ვაუ და უცებ გამოგაფხიზლებს და შეიძლება იყოს ეტაპობრივიც, ხო? ანუ აი მე მაგალითად არ მახსოვს ესე კონკრეტული ჩემი სულიერი გამოღვიძების მომენტი, იმიტომ რომ თითქოს ბავშვობიდან რაღაცა ეგ პროცესები იყო ჩართული, რომელზეც ახლა უყვებოდი. ამიტომ კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, თუმცა იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, ხო? აი კარგად რო შეგანზარებს და კარგად რო გაიბზარება მატრიცა, ესეთი მომენტები. და სულიერი გამოღვიძება არის ეტაპობრივი, მთელი ცხოვრება იდეში ვიღვიძებთ, იმიტომ რომ რო გაიღვიძებ კიდე ილუზია არის, რო გაიღვიძებ მაქედან მერე კიდე ილუზია არის და მოკლედ ეს მატერიალური სამყარო გავს აი ძალიან ღრმა ძილში რო ხარ და სიზმარში რო გესიზმრება რო გაიღვიძა და მერე კიდე რო გაიღვიძა და მერე კიდე რო გაიღვიძა და ნუ არ მთავრდება ეს ოღონდ და საბოლოო გამოღვიძება არის როცა რეალურად ვამთავრებთ მატერიალურ თამაშს, ხო? ან ნუ ზოგადად გასხეოსნებას ეძახიან მარტივიანით რო ავხსნა და რა თქმა უნდა დამახინჯებულად გასხეოსნება არის სწორედ სულიერი გამოღვიძების ბოლო ეტაპი, რომელიც შეგიძლია მოახდინო მატერიალურ სხეულში. ანუ მატერიალური სხეულის დატოვების გარეშე, ხო? შესაბამისად ეს მარტივი არ არის, ხო? სულიერი გამოღვიძება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ცხოვრობ მატერიალურ სამყაროში, სადაც ყველაფერს თავის წესები აქვს, გარშემო კიდევ უყურებ, რომ ყველა რაღაცნაირად ამ წესებში წერება, იცავს, მოსწონს, მიყვება, ასე შემდეგ და შენ ხარ ამოვარდნილი. და იმის გარდა რომ ზოგადად მატერიალურ სამყაროში ბევრი ადამიანი, ასევე ძალიან ბევრი ბოტები არიან, ხო? უბრალოდ ანუ ასე ვთქვათ, თამაშის ის მოთამაშეები, რომლებშიც სულები არ არის ჩატვირთული და უბრალოდ არიან, იმიტომ რომ საჭიროა როგორც თამაშებში არიან, არა მოთამაშეები, ხო? ანუ ჩვეულებრივი რაღაცა რობოტები, რომლებიც თამაშობენ გარკვეულ როლს, ხო? რომელშიც რეალურად ადამიანი არ არის იმის უკან.
და როგორც წესი, სწორედ ესეთი აგენტის მიტებს ვეძახი ასეთ ადამიანებს, ანუ მატრიცის ხალხს, ანუ ბიოლოგიურ სხეულებს, რომლებშიც სული არ არის ჩატვირთული, ხო? როგორც წესი, ეს აგენტის მიტები ძალიან კარგად არიან ამ მატრიცის თამაშებში მომჯდრები რა, ანუ აი კარგად მორგებულები არიან და ამ სისტემის რაღაცა კარგად ესმით, კარგად უგებენ, კარგად მიყვებიან ამ რაღაცა ამ სისტემის რაღაცა სიკეთეებს თუ სიბოროტეებს თუ მოდას თუ ასე შემდეგ, რაღაცა ამ ტენდენციებში კარგად არიან ძალიან რა. ანუ კლასიკურად, როგორც სისტემა მუშაობს, აი ამ კლასიკაში ძალიან კარგად ჩდებიან, ხო? აქვთ რაღაცა კარგი სამსახური, ოჯახი, რაღაცა ყველაფერი სწორად გადანაწილებული და ამ მატრიცულ თამაშებში ძალიან კარგად ეწერებიან ხოლმე. რაც იწვევს კითხვებს, რომ დაიცა თუ აი ამდენი ხალხი ამ მატრიცაში არის, მე რა მჭირს და სიამოვნებაში ამდენ ხალხში ჩვენ რასაც გულისხმობთ, ეს ადამიანები შეიძლება აგენტის მიტები არიან და არა სულები, რომლებიც ჩამოსულები არიან გამოცდილებისთვის, მაგრამ ეს ჩვენ თავიდან შეიძლება არ ვიცოდეთ და ამიტომ გონია რომ რაღაცა ყველა თავის გზაზეა და მე რა მჭირს, ანუ აი რატო ვთვლი ახლა რომ პირობითად ყველა რო ჭამს ხორცს და მაგალითად გადის მწვადების შესაწვავად და გვიყვარს ან ყველა სვამს ღვინოს და გვიყვარს დალევა და გართობა, მე რატო ვარ ახლა ისეთი, რომ მე არ შემიძლია ცოცხალი არსება ვჭამო და არ შემიძლია რომ ალკოჰოლით თავი მოვიწამლო. აი რატო ვარ ასეთი, როცა ადამიანები ამაში პოულობენ სიამოვნებას და ამ მატრიცას ძალიან კარგად ერგებიან. მოკლედ ესე იწყება ჩვენი გამოღვიძება და რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო მეტი და მეტი რაღაცის კარგად დანახვა შეგვიძლია და მეტ რაღაცას ჩამოიხსნება ხოლმე ფარდა ამ მატრიცულ ზოგადად მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით დედამიწაზე. კომფორტული გამოღვიძება შეიძლება რომ იყოს ტრამვების გარეშე და დაძაბულობების გარეშე. ეს ერთ-ერთ რაღაცა პოსტზე მკითხეს, სადღაც კომენტარებში გამახსენდა უბრალოდ, რომ სადღაც რომელიღაც ვიდეოში ვამბობ, რომ გამოღვიძება არის ტანჯვით და რაღაცა კრიზისით ხდება და იყო კითხვა, რომ შეიძლება თუ არა რომ გამოღვიძება მოხდეს კრიზისის გარეშე. შეიძლება არსებობს ამისი გამონაკლისი, უბრალოდ მაგ შემთხვევაში როგორც წესი ადამიანი იბადება მაშინ ისეთ ოჯახში, სადაც აქვს, ანუ აწვდიან ბავშვებიდანვე რაღაც სულიერ ცოდნას, ხო? შეიძლება დაიბადოს ბრაჰმანის ოჯახში, ან დაიბადოს რაღაცა ისეთი ადამიანის ოჯახში, რომელმაც ეს ყველაფერი შეუძლია რომ ასწავლოს და მისცეს იმის გარეშე, რომ მან თავის ტყავზე გაიაროს ამ ბავშვმა ეს ყველაფერი. შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ ასე მოხდა, ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სული უკვე მოდის, ანუ ბოლო ინკარნაციებშია და ამთავრებს მატერიალურ თამაშებში მონაწილეობას და მე გადის ამ მატრიციდან. ეს რაღაც შეიძლება, თუმცა ეს იშვიათია და ძალიან ცოტა ადამიანი ვიცით ეგეთი, რომელიც ეგრეა და ვინც ვიცით ისინი სულიერი გურუები არიან ძირითადად, ხო? მაგალითად იოგანანდა იყო ასეთი, ხო? იოგანანდას წიგნი რო წაიკითხოთ, ახსოვანდებით და აი ძალიან შეგშურდებათ კარგი შურით, რომ აუ ნეტა მეც ესეთ ოჯახში დავაბადებული ყავი და მეც ხო სულიერად სწორად ვივლიდი, მაგრამ მასე არ არის, ანუ ყველა ადამიანს ჩვენი ინკარნაციული წრე გვაქვს და შესაბამისად ზოგი როდის იქ ვიქნებით მანდ და ზოგი როდის იყო. ხო? ამიტომ კი ეს რაღაცაც შეიძლება, მაგრამ აი ძალიან ცოტა არის მაგისი მაგალითები და როგორც წესი ვისთვისაც ესეთი მონაცემი არის, ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან ხსულიერად იღუძებენ თუ არ იღუძებენ, იმიტომ რომ მაგ მონაცემში იბადებიან და თავიდანვე ამ ყველაფერზე ცოდნა აქვთ, ინფორმაცია აქვთ, სწორი განათლება აქვთ და არ უჩნდებათ ეს კითხვები და ასევე ასეთ ოჯახში, რა თქმა უნდა, არის შვილების 100%-იანი მიმღებლობა და ანუ თავს ესე განდგომილად გარიყულად არ გძნობენ და შესაბამისად მათთვის შესაბამისად თვითონ სულიერი გამოღვიძება ტერმინი როგორც გარდამტეხი წერტილი ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ასეთ შეიძლება არ დადგეს, მაგრამ იყოს რაღაცა სულიერი ზრდის განსაკუთრებული მომენტები. ძირითადად ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისთვის ძირითადად მაინც არის სტრესებთან დაკავშირებული და რაღაცა პრობლემებთან დაკავშირებული, როცა რაღაცა ძალიან დიდი უსიამოვნო რაღაცა ხდება, სადაც უკვე გვიჩნდება კითხვები სამყაროსთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ვიწყებთ გამოღვიძებას. როგორც უკვე ვახსენე, ესე იგი სულიერი გამოღვიძება არის ჩვენი სულის უფრო ჩატვირთვა მატერიალურ ლილას თამაშებში, ანუ მატერიალურ ილუზორულ თამაშებში და ადამიანს ახსენდება, რომ ის რეალურად არის სული, ის არის ერთიანი ღმერთის ნაწილი და აქ არის ძალიან დროებით მოსული რაღაცის სათამაშოდ. როგორც წესი პირველად როცა ადამიანს ეს ემართება, აქვს ძალიან დიდი პროტესტი და შინაგანი შეგრძნება, რომ ვაიმე აქ რა მინდოდა, საერთოდ რას მოვდიოდი. და რაც უფრო მეტ რაღაცას ეხება მატერიალურ მატრიცულ სამყაროში
შეფარა და მით უფრო ეგეთი შეგრძნება მძაფრდება, რომ აუ აი ეს ვიცოდი, ეხა აქ რომ მოვიდოდი, ანუ ეს რომ ცოდნო და ანუ არ მოვიდოდი შანსი არაა და მოდის აქ ძალიან დიდი პროტესტი, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი მიუღებლობა მატერიალური სამყაროს, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ეხა ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ის არის ღმერთის ნაწილი და ის არის ერთიანი უზენაესი სული, რომელიც არის უნეტარესი და უკვდავი და მუდამ ნეტარი და უცებ მოდის და სადღაც ომია, სადღაც კლავენ, სადღაც აუპატიურებენ და 1000 საზღვრება ხდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ადამიანს ძალიან თრგუნავს და ფაქტობრივად ანუ აი აღარ უნდა მატერიალურ სამყაროში ცხოვრება, აღარ უნდა არ ნიშნავს, რომ თავს მეკლავს, უბრალოდ ვერ ხვდება აზრს, რატო ჩამოვიდა საერთოდ აქ. ამ ფაზის შემდეგ დგება ინტერესის ფაზა, რომ კარგი, ნუ მოკლედ რახან აქ ვარ, მოდი, ეცი რა, აბა ვნახოთ, ხა რისთვის ვარ ჩამოსული და ადამიანი იწყებს მერე ამ კუთხით ძიებას, რომ აბა რისთვის ჩამოვედი და შეიძლება აქ უკვე დაიწყოს ადამიანის მიერ, აი თქვათ, წავიდეს იოგაზე, წავიდეს მედიტაციაში სასწავლებლად ხო რაღაცა სულიერ გურუებს ეკონტაქტოს ასტროლოგთან მივიდეს და აი ესეთი საშუალებებით უკვე ადამიანი ეძიება იმას რომ კარგი მოვიდა მატერიალურ სამყაროში არის უზენაესი სული და ეხლა რა ქნას ანუ რისთვის მოვიდა მაშინ და იწყებს ესე პაზლებივით პატარა დეტალებივით ამ პასუხების შეგროვებას იმიტომ რომ ვერც ერთი გურუ ვერც ერთი თავად ქრისტე რო ჩამოვიდეს მთლიანად ერთიანად მაგას ვერ მოგიყვებათ იმიტომ რომ არ შეგვიძლია ასტროლოგებს ან თუნდაც ქრისტეს არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ეტაპობრივი პროცესი და ადამიანს ესე ვერ მიახლი ყველაფერს ერთმანეთს და არ ერთიანად და არ შეიძლება. შესაბამისად ადამიანი იღებს პაზლების სახით ინფორმაციას და ეს პაზლები მოდის ნელ-ნელა ჯდება ახალ ცნობიერებაში და იმ ახალ რაღაც სოფხედველობაში, როცა ადამიანმა გამოიღვიძა და რაღაცას ცოტა ასტროლოგი გეტყვის, რაღაცას იოგის მასწავლებელი, რაღაცას წაიკითხავ და ნელ-ნელა ასე ფართოვდება ადამიანის ცნობიერება და მისია სხვათა შორის ასე მოდის, ანუ არც ერთი ადამიანი არ არის, რომელიც ასე ერთი დღე იყო, ან ერთი წუთი იყო და ვიღაცამ უთხრა, რომ всё, ეს არის შენი მისია. ან თვითონ მიხვდა თუნდაც მედიტაციაში მიიღო პასუხი, რომ всё, ეს არის ჩემი მისია. ასეთი რაღაცები იშვიათია, თუმცა ხდება, მაგრამ ეს მისიებიც, მისიის შესახებ ინფორმაციაც ეტაპობრივად იტვირთება, ხო? ან მაგალითად, ჯერ შეიძლება გითხრან, რომ აი შენი მისია არის, რომ ადამიანებს ემსახურო და ზოგადია, ხო? და მე ნელ-ნელა ვიწროვდება, მე გეტყვი, რომ მოდი ხა ამით უნდა ემსახურო, მე გეუბნები, იმით უნდა ემსახურო და ეს მთელი ცხოვრების გზა არის და აი ესე ეტაპობრივად იტვირთება პასუხები ყველაფერზე, რაზეც გვაქვს კითხვები. ეს პროცესი არ არის ერთნაირად ინტენსიური, ანუ რაღაც ეტაპებზე არის, რომ ადამიანი ძალიან ინტენსიურ განვითარებაშია და ცნობიერება სულ რაღაც ვაუ მდგომარეობაშია და სულ რაღაც ინფორმაცია მოდის და ძალიან მაგარ სინქრონშია სამყაროსთან და არის პერიოდი, როდესაც თითქოს ყველაფერი მიჩვენა და არაფერი არ ხდება და უბრალოდ მატერიალურ რუტინულ ცხოვრებაში ვარ, ანუ ეგ ძალიან ნორმალური ამბავია და ჩვეულებრივი და ამაში არაფერი საშიში არ არის, თუმცა ასეთი ტალღებივით ცნობიერების გაფართოება და უფრო სულიერად ამაღლება მიმდინარეობს. თავიდან, როდესაც ადამიანი აი პირველად ესე გამოიღვიძებს, მე რაღაცა ნაბიჯებს გადადგამს, თქვათ იოგაზე მივიდა, რაღაცა მედიტაციას აკეთებს, ხო? თავიდან ხდება ძალიან დიდი სასწაულები, ანუ გულისხმობ იმას, რომ თავიდან სამყარო გვაჩვენებს მაგ ყველაფრის, რასაც ვიწყებთ, რეალურად მაქსიმალური ძალა და მაქსიმალური უნარი როგორია, ხო? მაგალითად, შეიძლება ადამიანმა რომელმაც დაიწყო მედიტაცია ერთ კვირაში რაღაც ისეთი გაცნობიერება ქონდა და ისეთი ტრანსფორმაცია ქონდა და აი რა ვიცი ლამის ღმერთთან ავიდა ცაში აიწია ასეთი რაღაცა მოხდა და მეერე გააგრძელა მედიტაცია და რა თქმა უნდა ელოდება ისევ რაღაც ეგეთებს, მაგრამ აღარ ხდება. ესეც ჩვენი გზის ნაწილია და განვითარების ნაწილია, ამიტომ რომ თავიდან როცა რაღაც ეგეთებში შევდივართ, თვითონ სფერო გვაჩვენებს რამხელა პოტენციალი აქვს მას და სად შეგვიძლია ჩვენ მოვხვდეთ ამ ტექნიკით თუ ამ მედიტაციით იქნება თუ რასაც ვაკეთებთ და მერე უკვე უნდა ვისწრაფოდეთ და მუდმივად ვეძებოთ ეგ მდგომარეობა და მუდმივად ვაკეთოთ. ამიტომ მერე უკვე ეგეთი რაღაცები უფრო ნელდება და მერე უკვე ძალიან ბევრი მედიტაციის და ბევრი შრომის ფასად მოდის ეგეთი რაღაცები. თუმცა საერთოდ ჯამში მედიტაცია არ არის იმისთვის რომ მაინც და მაინც რაღაცა ძალიან დიდი გაცნობიერებულობები გქონდეს, ანუ ენერგეტიკულად მუშაობს. თუმცა ეს ყველას მოგწონს ეს რაღაცა ეფექტი იმისა, რომ აუ რაღაც
რაღაცა გავაცნობიერე, ხო? და მივდივართ წინ. ოღონდ ახლა რა ხდება, რომ რაც უფრო სულიერად ვითარდებით, უკვე ესე იგი გავიღვიძეთ, რაღაცა იოგას ვაკეთებთ, მედიტაციას ვაკეთებთ, გავიგეთ, რომ ყველა უნდა გვიყვარდეს, ყველა უნდა მივიღოთ, რაღაცები უნდა დავამუშაოთ. Asi კეთილები უნდა ვიყოთ, თანაგრძნობა უნდა ვისწავლოთ ასე შემდეგ და ამასობაში რა ხდება ახლა? რა თქმა უნდა, გვეზრდება სულიერი ეგო. იმიტომ რომ როცა ვხედავ, რომ მე აგერ დილის 6 საათზე ვიღვიძებ და მედიტირებ და მე იოგას ვაკეთებ და მე ხორცს არ ვჭამ და მე ალკოჰოლს არ ვსვამ და ცუდ სიტყვებს არ ვიძახი და ბოროტი არ ვარ და ანუ რაღაცა კარგად ვიქცევი, მოკლედ ხო? რა თქმა უნდა, მიჩნდება სულიერი ეგო, რომ მე ჩემ მეზობელზე უკეთესი ვარ, რომელიც ამ ყველაფერს არ აკეთებს საერთოდ და მაგას კი არა და პირიქით აკეთებს, ანუ სვამს კიდეც ეწევა კიდეც ილანძღება კიდეც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მგონია რომ იმასე უკეთესი ვარ და სულიერად ახლა რაღაცა ზევით ვგევარ. თუმცა მისი სული და ჩემი სული ორივე არის უნეტარესი, უზენაესი და ღმერთის ნაწილი და თვით ღმერთი, ხო? მაგრამ შემოდის ეს სულიერი ეგო. სულიერი ეგო, რაც უფრო შემოდის, მით უფრო მეტად უჭირს ადამიანს წინ წასვლა. იმიტომ რომ მოდის ძალიან დიდი პროტესტი კიდევ ერთხელ, რომ აი მე თუ გავიგე რა არის უპირობო სიყვარული, მე თუ ვიცი ეს რა არის, მე თუ ვიცი მედიტაცია როგორ გავაკეთო, მე თუ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ხო? იოგასაც ვაკეთებ და რაღაცებს, მაშინ რატო ვარ მაინც იგივე გარემოში? მაშინ რატო ხდება ჩემ თავს იგივე რაღაცები? რატო მეკცევენ მაინც ცუდად, ხო? თან ისიც ვიცით, რომ თუ ადამიანი ვითარდება და წინ მიდის, მისი გარემოც მის შესაბამისად იცვლება. და ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ თან გარემო არ იცვლება და რაღაცა იგივეში ვართ, ხო? და აქ ჩდება კიდევ ესე ვთქვათ მეორე წრეზე მოდის ეს პროტესტი, რომ ვაიმე დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია, კარგი ვაკეთებ ამ იოგას, მაგრამ რატო ვაკეთებ, ეგეც აღარ ვიცი, იმიტომ რომ თუ მე და ჩემი მეზობელი ლამარე ერთი და იგივე ვითარებაში ვართ, მაშინ რა აზრი აქვს მე რომ ამას ვაკეთებ და ის რომ ამას არ აკეთებს. და შემოდის ეს ძალიან დიდი პროტესტი ამასთან დაკავშირებით და ეს პროტესტი დაკავშირებულია სულიერ ეგოსთან, იმიტომ რომ ჩვენ რო დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება, შემოვიდა სულიერი ეგო, რომ ჩვენ ვიღაცაზე უკეთესები ვართ. და ეხლა ეს სულიერი ეგო უნდა დაინგრეს და აი ნელ-ნელა მივედი უკვე იქამდე, თუ რატო არის საჭიროება, რომ დადგეს სულის ბნელი ღამე. სულის ბნელი ღამე არის სწორედ, როდესაც ინგრევა ჩვენი სულიერი ეგო და ამას ემსახურება. და არა მარტო ეგო, არამედ ჩვენი სულის ბნელი ღამის დროს ინგრევა ჩვენი ტრავმები. და მიდის. თუმცა ეს არის ძალიან რთული პროცესი, იმიტომ რომ ზოგადად ტრავმები ძალიან საჭიროა რა, სანამ ადამიანი გამოფხიზლდება და აი სულის ბნელი ღამის წერტილამდე მივა, მას ჭირდება რეალურად ის ტრავმები, რომლის მატარებელიც არის. იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცის მოტივატორი, რომელსაც ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვაკეთებთ, თუ სულიერად არ ვართ გამოღვიძებულები, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ტრავმებიდან გამომდინარე, ხო? მაგალითად, დედამ მითხრა ბავშვობაში, რომ შენ რაღაც სასიმღერო ხმა არ გაქვს და უნიჭო ხარ და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამოსულიყავი მაღალი დონის მუსიკოსი, რომ მსოფლიო აღიარება მიმიღო, იმიტომ რომ დედისთვის დამტკიცებინა, რომ ის ცდება, ხო? და შესაბამისად, ჩემი დიდი წარმატების მოტივატორი არის ჩემი ტრავმა. და ნებისმიერი ადამიანის ისტორია ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ისტორია რომ მოისმინოთ, დგას რაღაცა ტრავმაზე, როცა სადღაც დასცინეს, სადღაც არ მიიღეს, სადღაც გააკრიტიკეს, სადღაც ანგაჭრობულ ოჯახში დაიბადა და მე მილიონერი გახდა და ასე შემდეგ. ანუ გამოღვიძების გარეშე ჩვენი მოტივატორი, თუ გამოღვიძებლები არ ვართ, ჩვენი მოტივატორი არის მხოლოდ ტრავმები. ეხლა არ მინდა რომ ტრავმები ისე დაგანახოთ, რომ დედა ძალიან კაი რამე ყოფილა, ანუ არ რა თქმა უნდა ჩვენ გვტანჯავს ეს ტრავმები, მაგრამ რეალურად ეს ტრავმები ამ გამოღვიძების რაღაცა ეტაპებამდე ჩვენ რაღაცა საქმეს გვაკეთებინებს, იმიტომ რომ სამყაროში შეიძლება ეგრე არის ჩაფიქრებული, რომ ზუსტად მაგისთვის მოვედი, რომ მე ძალიან მაღალი დონის მუსიკოსი ვიყო და მსოფლიომ გამიცნოს, მაგრამ ეს მე რაღაცა მხო უნდა დამიტრიგეროს, რაღაცა მხო უნდა მომცეს ამისი მოქმედების სურვილი, რომ ოკეი, მე ხამას გავაკეთებ და ვიქნები და ანუ ეს ამბიცია ხო უნდა გამიჩნდეს საიდან მე რა და ანუ ეს ამბიცია ჩდება სწორედ ყველაზე ადვილი არის, რომ აი ესეთი რაღაცა დაცინვით ან რაღაცა სტრესული მომენტებიდან გამომდინარე გაჩნდეს ადამიანში და შესაბამისად რაც არის ტრავმა ხო იდეაში. და სულის ბნელი ღამის დროს ხდება ორი რაღაცა, რომ ჩვენ თავისუფლდებით ამ ტრავმებისგან და ჩვენ თავისუფლდებით სულიერი ეგოსგან. და ამიტომ არის განსაკუთრებით რთული ეს პერიოდი, რომ ამ ორი რაღაცისგან გვიწევს განთავისუფლება. და რასთან არის ხა ეს დაკავშირებული, როცა თავისუფლებით ჩვენი ტრავმებისგან რეალურად ვკარგავთ ჩვენს იდენტობას, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტრავმები
ჩვენს ტრამვებზე ბაზირებული ფსიქიკა ვიცით, რომ ვერც ჩვენ და მასთან ვაიგივებთ ჩვენ თავს. და ტრამვების გარეშე არ ვიცით ვინ ვართ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოგოქვთ ეს ტრამვები და ამ ტრამვებმა გაგვაკეთებინა ის ყველაფერი, რაც გავაკეთეთ. და ეხლა ამ ტრამვისგან რო თავისუფლები უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ, ანუ მაგალითად ბიზნესმენი ვარ და ძალიან ბევრი ფული ვიშოვე, იმიტომ რომ ღარიბ ოჯახში დავიბადე და ტრამვა მაქვს, რომ არ მინდა რა გაჭირვებაში ცხოვრება, იმიტომ რომ დამცინიანი, იმიტომ რომ არ მიღებენ და მინდა რომ ბევრი ფული მქონდეს. ვიშოვე ეს ბევრი ფული და ეხლა უცებ ეს ტრამვა მიდის და საერთოდ აღარ არის ეს მომენტი, რომ აი მე ვიშოვე ბევრ ფულს, ეს ამბიციაც აღარ არის შესაბამისად და ანუ შეიძლება რა მოხდეს, ანუ უბრალოდ აღარ გავაგრძელო მუშაობა და იმის კეთება, რაც ვაკეთებ და შესაბამისად აღარ გავაგრძელო ფულის შოვნა, ხო? და რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ ტრამვები წავა ასევე ის შედეგები, რომელიც მივიღე ამ ტრამვებიდან გამომდინარე და როგორც წესი, როცა ტრამვა მიდის, შესაბამისად მიდის ამ ტრამვის შედეგიც, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცების ხო ტრანსფორმირება შეიძლება და გადაზრდა რაღაცებში, მაგრამ საერთოდ უხეშად რო ვისაუბრო ზოგადი მონახაზისთვის, ასე არის, ხო, რომ თუ მე ძალიან მაგარი ბალერინა, იმიტომ გამოვედი, რომ ვიღაცის ჯინაზე გამოვედი, როგორც კი ეს ჯინა აღარ მაქვს და არავის ჯინაზე აღარ ვაკეთებ ამას, ანუ აღარ მაინტერესებს ბალერინობა და შესაბამისად ვანებებ თავს, ხო? შესაბამისად, ერთ-ერთი რთული ასპექტი, რატომაც სულისბნელი ღამე არის რთული, არის ამიტომ, რომ მარტო ტრამვა კი არ მიდის, არამედ ამ ტრამვაზე აშენებული მთელი შენი ცხოვრება მიდის და ეს შეიძლება ეხებოდეს შენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა დარგს, იქნება ეგ ფინანსები, ურთიერთობები, ოჯახი, შვილთან ურთიერთობა, მეგობრები, სამსახური, კარიერა, ჯანმრთელობა, ყველაფერი შეიძლება წაიღოს ამ ტრამვებისგან განთავისუფლება. და მეორე, რაც კიდევ ართულებს ამ სიტუაციას, გარდა ამ პროცესისა, რომელიც მოუყავი და რომელიც აი ურთულესი პროცესი არის, ხო, ხვდებით ალბათ. და მეორე არის ის, რომ ინგრევა სულიერი ეგო და თან ამ ყველაფერთან ერთად, ხო, ხვდები, რომ არავის არც უკეთესი ხარ, არავის არც მეტი გაგიკეთები არაფერი. საერთოდ არაფრად არ ღირ ხარ ამ სამყაროში, ერთი პატარა წერტილიც კი არ ხარ. და ეს სულიერი ეგო, რომელიც აი მთელი წლები რო გეგონა გამოღვიძებიდან, რომ აი ხა მე კაი გოგო ვარ, მედიტირებ იმას ამაშვები ხორცორჭამ რაღაცა და უცებ ეს სულიერი ეგოც ინგრევა და გეუნება რომ არარაობა ხარ, არაფერს არ წარმოადგენ. ეხლა ცოტა უფრო ცხადი რო გახდა ეს რატომ ხდება ეს პროცესები და როგორ შეიგრძნობა მოგიყვებით თვითონ სულის ბნელი ღამე როგორ შეიგრძნობა. სულის ბნელი ღამე ძალიან გავს დეპრესიას, ოღონდ განსხვავდება, ანუ ძალიან განსხვავდება, თუმცა ადამიანმა, რომელიც არ იცის ეს მდგომარეობა, ძალიან ადვილად შეიძლება შეეშალოს და ეგონოს, რომ აქვს დეპრესია. და ეგეც ძალიან ცუდია ხოლმე, როცა დეპრესია გონიათ წამლებს სვამენ ანტიდეპრესანტებს და რეალურად თრგუნავენ თავიანთ თავს და ამ სულის ბნელი ღამის გავლა არ ხდება ის, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ თვითონ სულის ბნელი ღამე ემსახურება იმას, რომ მთლიანად ცხოვრება უნდა ამოგიბრუნდეს და აი საერთოდ უნდა რავი გადაყირავ და უწონადობაში ხარ აბსოლუტურად არც მიწაზე ხარ, არც საში ხარ, ანუ აი ძალიან გაურკვევლად ხარ, ანუ ეს არის ამ ზოგადად პროცესის დანიშნულება, სანამ არ დასრულდება ეს სულის ბნელი ღამე. მაგრამ ადამიანს არ გუყვარს ესე უწონადობაში და გაურკვევლობაში ყოფნა, ამიტომ რაღაც ხერხებს მიმართავთ ხოლმე, რომ მაინც იმ ძველ რაღაცეებისკენ მივისწრაფოდეთ, ხო? თუ მაგალითად დეპრესია მაქვს, ანტიდეპრესანტს დავლევ, თუ იქ ურთიერთობა მერევა, ვეცდები, რომ არ ამერიოს და მაინც შევინარჩუნო ის ურთიერთობა, თუ სამსახური მენგრევა, ვეცდები, რომ ის შევინარჩუნო და მოკლედ ესე მაინც ვეჭიდებით რა ამ რაღაცებს. განიცდება როგორც დეპრესია, ოღონდ ეს არ არის, როგორც თქვა, ემოციური დეპრესია არ არის, ანუ აი აქ აცნობიერებ, რომ ანუ რაღაც უაზროდ ხარ ამ სამყაროში, ანუ რისთვის მოხვედი არ იცი, კი სულიერი გამოღვიძების შემდეგ გაიგერო თურმე ხალხს უნდა ემსახურო, რაღაც გაიგე, შენი რუკაც იცი აღმავალი კვანძი სად გაქვს, შესაბამისად რა უნდა აკეთოს, ყველაფერი ძალიან გასაგებია მენტალურად, მაგრამ შინაგანად ვერ ხვდები საერთოდ სად ხარ. და აქამდე თუ ის მაინც ქონდა, რომ აი სულიერად გამოვიღვიძე რაღაც კეთება დავიწყე, აი ხალხსაც ვეხმარები, პირობითად დავდექი იოგის ინსტრუქტორი, ვიღაცებს ვასწავლი, რაღაცებს ვაკეთებ და უცებ გაქვს კრიზისი. შუახნის კრიზისებით, რომ ხო, მაგრამ აი ჯამში მაინც რა, ანუ მაინც არაფერში არ წერი, არაფერი ეს ვაკეთებ და აი რაღაცა უაზრობა. ასევე სულის ბნელი ღამის დროს არის ის, რომ არანაირი განვითარება არ ხდება. ანუ არის ეგეთი შეგრძნება და რეალურადაც ესეა, რომ ადამიანი საერთოდ არ მიდის წინ, არ ვითარდება, არაფერში არ ვითარდება. საერთოდ აი ის მედიტაციაც აღარ აძლევს წინსვლას, არც იოგა აძლევს წინსვლას, არც ადამიანები აღარ აინტერესებს, არც მათთან ურთიერთობა აინტერესებს, არც თვითონ
ურთიერთობები აინტერესებს, არც კარიერა და ანუ აი არაფერი ხელმოსაჭედი არ არის. ამასობაში გამოგვეცალა ტრამვები, რომელზეც რაღაც მიზნები მაინც ჰქონდა და რაღაცა ტრამვული ისინი მაინც ჰქონდა, რომ აი კი ვიღაცას ვაჯობებ და დავანახებ და ანუ ეს აინც აღარ არის და შესაბამისად ვრჩებით ესე ცარიელი ჰაერში გასტყორცნილი ის არივით გამოკიდებულები და რა ვშვებით სად მივდივართ, რატომ მივდივართ, არ ვიცით, ხო? ამ დროს ასევე ძალიან ესეთი უცნაური არის ის, რომ ამის მოყოლა და ახსნა სიტყვებით არ გამოდის, იმიტომ რომ ეს რო ადამიანს მოუყვე ვინმეს არ აქვს მშობა როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს თუ ის იგივეს არ გადის ის ამას ვერ მიხვდება და ეგონება რომ გაქვს დეპრესია და ნუ გეტყვის რომ აი წადი მოდი აგერ კარგი ფსიქოლოგი ვიცი ან კარგი წამალი ვიცი და ის ვერ მიხვდება რომ შენ რეალურად სულ სხვა რაღაცას გადიხარ და ამ დროს მოდის სუიციდალური ფიქრები. ოღონდ ეს სუიციდალური ფიქრები არ არის ანუ იმ გაგებით აი რაღაცა მძიმე ემოციური ფიქრები კი არ არის რომ აი მე ძალიან ცუდად ვარ და აი ხთავს მოკლავ. ანუ ესე კი არ არის. უბრალოდ ცოტა ისეთი ფიქრებია რა რომ აი ტყუილად ვარ აქ და რატო ვარ ტყუილად აქ? მოდი აღარ ვიქნებ ეს რაღაც უფრო ფილოსოფიური გააზრების ფიქრი არის რომ აი რატო ვარ და რაღაც ტყუილად ვარ. რაც ყველაზე რთული ამ მდგომარეობაში არის ის რომ პირველი არ ვიცით რატო ვართ აქ და გონია რომ სხვა ყველა ძალიან კარგად არის და რას ვიწყებდი საერთოდ ამ მედიტაციას და რას ვიწყებდი ამ იოგას რო არ დამეწყო აგერ ხალხი მშვენივრად არის ვიცი მე ყველაფერს არ აკეთებს და რავი მეც ყოფილიყავ ეგრე ბედნიერი მეჭამაკ ბურგერები და პიცები და არ მეკეთებინა ეგ იოგა და ვიქნებოდი ესე კარგად და საერთოდ რა მინდოდა და თან მეორე ისე რომ არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ანუ საერთოდ როდის დამთავრდება ეს პერიოდი არ ვიცით და საერთოდ არც ვიცით რომ ეგეთი პერიოდი არსებობს და დგას ზოგადად და ამის გამო ძალიან ვიტანჯებით. ამიტომ ადამიანებს ამ დროს უჩნდებათ აუცილებლად განმარტოების სურვილი, აუცილებლად უჩნდებათ სურვილი რომ იყვნენ მარტო და მარტო რაღაც თავის სამყაროში მაგალითად უყურონ ფილმებს ან ვისაც რა უყვარს სოქს ურჩევნია ხატოს, სოქს ურჩევნია არ ვიცი ბუნებასთან იყოს ახლოს, იმიტომ რომ ბუნება ძალიან ხმარება მაგ დროს ხო ზოგს ურჩევნია ისე იმედიტიროს ის თავის მედიტაცია ან უბრალოდ რა ვიცი კარგოს ან ხატოს ან არ ვიცი რაღაცა აკეთოს რუტინული იმიტომ რომ ანუ გარე კომუნიკაცია და გარე რაღაც აქტივობას არანაირი აზრი აღარ აქვს ხოლმე და არანაირი სიამოვნებას ადამიანი ამითი არ იღებს. ასევე არაფერი ის რასაც აკეთებს ადამიანი არც ის ფილმის ყურება და არც ის წიგნის სიამოვნებას აღარ ანიჭებს. ანუ ეს ყველაფერიც ხდება უაზრობა უბრალოდ იმისთვის რომ ადამიანმა რაღაცით დააკავოს თავის გონება და არ იფიქროს იმაზე რომ ხა აქ ტყუილად ვარ, აი ამისთვის ჭირდება მას რომ რაღაცით დააკავდეს თავის გონება სადღაც იყოს, თუნდაც რაღაცა რუტინულ ჰობიში ჩადოს, ხო? თუმცა თვითონ სიამოვნება არაფერს არ მოაქვს საერთოდ, აი საერთოდ არაფერს არც იმას, რასაც აქამდე მქონდა და არც ახალგასართობებს, აი საერთოდ არაფრისგან არ მოდის სიამოვნება, იმიტომ რომ ადამიანი არის ამ უაზრო გამოკიდებულ სივრცეში, სადაც არაფერი არ ხდება, მუდმივად ბნელა და როდის გათენდება არ იცის, რატომ მოხდა აქ არ იცის და არც ანუ ახალი რაღაცების წამოწყებას საზრი არ აქვს, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც ახლის დაწყებას იწყებს ადამიანი, იქვე იკეტება ეგ ამბავი, აი დაახლოებით ვიზუალურად მოუყვე ჩემთვის ცოტა ესე ვიზუალურად ესე დავინახე ჩემი შეგრძნებით რომ სუფრესთანოზე ხარ სადაც ძალიან ბევრი გემრიელი საჭმელია ძალიან დიდი არჩევანი არის და ყველა ძალიან გემრიელად მიირთმევს და შენ ხელსაითაც გაიწუდი რომ რაღაცა გადმოიღოს ჩაგარტყამს ვიღაცა და დაგაგდებინებს ამ საჭმელს და შენ ვერ ირგებ ანუ ვერ ცვამ ვერ სჭამ ვერ საუბრობ ესე ზიხარ თან უყურებ რომ ყველა ადამიანი იღებს სიამოვნებას და შენ ესე ხარ და თან რაღაცნაირად ბრაზდები მე რომ რატო ანუ ჩემთვის რატო არ შეიძლება თუნდაც ცოტა პირადი ცხოვრება, ცოტა ფული, ცოტა გაშთობა, ცოტა მეგობარი, ცოტა კაი სამსახური, ანუ რატო არის ყველაფერი სხვებისთვის და ჩემთვის რატო არ არის? და თან გინდა რომ ამ ყველაფერში იყო ჩაწერილი, მაგრამ ვეღარ ხარ ჩაწერილი, ძალიან ამოვარდნილი ხარ და აი რაღაცა ესე დაჩაგრული ხარ. არაფერი ახალი აღარ გამოდის, ან ყველაფერი გაჩერებულია. არაფერი ახლის ისიც კი არ ჩანს ნაპერწკალი, რომ საერთოდ რაღაცა სიახლე შემოვა ცხოვრებაში. ყველანაირი გაგებით, ყველანაირი დარგში უგულისხმობ და მოკლედ ესეთი მდგომარეობა არის. ხა ძალიან არ მინდა რომ შეგაშინოთ, მე ხა მოვყვები მე რა ხდება ამ სულისბნელი ღამის მერე. ანუ ესე იგი როგორც გვიცული სულისბნელი ღამე ემსახურება იმას, რომ სულიერი ეგო დავთრგუნოთ და მაგ დროს რეალურად აი ამ სიტუაციაში, როცა აი ამ სუფრაზეზე ხარ და ვერაფერს ვერ იღებ, ვერაფერს ვერ ირგებ, ვერ ჭამ და ვერ იღებ სიამოვნებას, უბრალოდ მაგ დროს, როცა ეს პერიოდი გრძელდება საკმაოდ დიდი ხანი, ეს დიდი ხანი ყოველთვის არის ინდივიდუალური.
ვიღაცისთვის ერთი დღეა, ვიღაცისთვის ერთი წელია, ვიღაცისთვის 10 წელია. და ეს საკმარისად დიდი ხანი რო გრძელდება და ეს მილიონჯერ გაუწიეს ხელი და ვერავიღე მაინც ჩამვერტყეს და დამაგდებინეს, ხო? მერე დგება მიმღებლობის მომენტი, რომ ოკეი, რავი, კაი, აქ ვარ, არაფერი მე არ მეძლევა, ყველაფერი აქ ჩემს გარდა და მე ესე უნდა ვიჯდე და ოკეი, კაი, ვიჯდები, სანამ არ დასრულდება ეს რაღაცა ყრილობა, რატომაც ვარ აქ მოსული. და იწყება ძალიან დიდი მიმღებლობა, ანუ ადამიანი კარგავს იმ ინიციატივას, რომ კიდე იცადოს და სხვა დარგებში ხო თქვათ თუ პირეთში არის აქ საუბარი, რომ აი პირეთში ცდილობს ვიღაცა გაიცნოს რაღაც არ გამოდის, ან კარიერაში ცდილობს არ გამოდის და ბოლოს და ბოლოს ანებებს ამ ცდილობებს თავს და იწყებს მიმღებლობას და ბოლოს მიდის იმ წერტილამდე, რომ აი ეხა მე რო ცხოვრებაში არაფერი აღარ მომეცეს არასდროს და მხოლოდ ის ვიყო ყოველთვის ვინც ვარ ამ ცნობიერებით, ამ ბიოლოგიური სხეულით და აი ამ მონაცემში ვიყო, რომელშიც ვარ, რომ ამას ვიღებ და თუ ეს არის ღმერთის და სამყაროს ნება და იყოს ასე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი, საიდანაც იწყება სულისბნელი ღამის დასრულება. იმიტომ რომ მთლიანობაში აი ამ სულისბნელი ღამის მისია არის ადამიანმა აი ეს მთლიანად სულიერი ეგო დაინგრეს, რომ არავის უკეთესი არ ვარ და პირიქით სიტუაციები გვაჩვენებს, რომ უარესიც კი ვარ, იმიტომ რომ სამყარო ვიზუალურად გაჩვენებს, რომ ვიღაცებს რაღაცები მიეცათ და შენ არ გაძლევენ, დაჩაგრული ხარ და ფიქრობ, რომ მე ვიღაცებზე ცუდიც ვარ და ბოლოს მიდიხარ მანდ, რომ კარგი, მე რო ვიყო ყველაზე უკანასკნელი ადამიანი, მე რო ვიყო ყველაზე არ ვიცი ბოროტიც და ყველაზე ისეთიც და ასეთიც და არაფერი ცხოვრებაში მე უკეთესად შემთარ ვარ იყოს და იყოს ესე. აი ამის მიმღებლობა ეს წერტილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდანაც მე ნელ-ნელა იწყება აქედან გამოსვლა და გამოსვლა უკვე არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ, მე უკვე გეხსნება სამყაროს პერსპექტივა, თითქოს ესე მილიონი კარი ერთად გაგეხსნება ყველაფრის, რაც აქამდე არ გეხსნებოდა და ოღონდ იქ უკვე რაღაცებს აკეთებ და ნაბიჯებს დგამ, არა იმიტომ რომ ტრამვები გაქვს, არა იმიტომ რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო, არა იმიტომ რომ კარგი გოგო იყო, არა იმიტომ რომ რაღაც ამბიციები გაქვს, საერთოდ არა, უბრალოდ მიყვები დინებას და რომელ დინებაში ყოფნაც გსიამოვნებს, იმ დინებას მიყვები და იგრძნობს თავს კარგად. არ აკეთებ საქმეს იმიტომ რომ ვიღაცას დაანახო, იმიტომ რომ შენ თავს დაუმტკიცო, ანუ არავის არაფერს აღარ უმტკიცებ და შენით ირჩევ, რომ თუ აქამდე ყველაფერი შენმა სტრესებმა გაგაკეთებ და შემოტრამვებმა, ეხა უკვე სუფთა ფურცლიდან იწყებ რაღაცების კეთებას, ოღონდ უბრალოდ იმიტომ, რომ თავი შეიქციო სანამ დედამიწაზე ხარ და არა იმიტომ, რომ რაღაცები ამტკიცო და აღარ ოპერირებენ ტრამვები იმისთვის, რომ რაღაცები გაგაკეთებინონ ცხოვრებაში და აი ეს არის ძალიან ლამაზი მდგომარეობა, რომელიც გათენებას გავს ძალიან, რომ აი ბნელი ღამის მერე უცებ თენდება, თან ნელ-ნელა ენერგიაც მოდის, იმიტომ რომ სულისბნელი ღამის დროს ძალიან ენერგეტიკულადაც დავარდნილი არის ადამიანი, არაფერს ენერგია არ აქვს, არც ფიზიკური, არც ემოციონალური, არც მენტალური, ძალიან ისე არის რა, უენერგიოთ ყველანაირად გამოცლია, იმიტომ რომ მთელი ენერგია მიდის ამ პროცესებზე, რომელიც მოვყევი, იმიტომ რომ არ არის ადვილი ამდენი ტრამვების გადამუშავება და მთლიანად ეს სულისბნელი ღამე გავს, როცა ხე მაგალითად ფესვები ეზრდება მიწაში, ხო, იმიტომ რომ ხე ზევით იზრდება და არის რაღაც ეტაპები, როცა ფესვები იზრდება და ზევიდან არ იზრდება, თუმცა ფესვები თუ არ გაეზარდა, მაშინ ხე, რომელიც ზევით გაიზრდება, ხო, ის არ იქნება მყარი და წაიქცევა. ამიტომ სულისბნელი ღამე ძალიან გავს აი ფესვების გაღრმავებას, ფესვების გაზრდას, როცა ზედაპირზე არაფერი არ ჩანს და არაფერი წინ არ მიდის, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის მე ადამიანის ზრდისთვის და განვითარებისთვის. და მე მოდის ეს პირველი რაღაცა აი თავიდან ახალ რაღაცას რო აკეთებ, პირველი გემო, პირველი სურნელი, პირველი სიამოვნება, პირველი ტკბობა, ისევ იღებს ადამიანი, იწყებს სიამოვნებების მიღებას და ისევ იწყებს რაღაცების კეთებას ცხოვრებაში, უბრალოდ აქ უკვე აღარ არის არანაირი ამბიციები, აღარანაირი სურვილებიც არ არის, შეიძლება ხა ცოტა უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანმა რამე აკეთოს თუ არ არის სურვილი, მაგრამ ეს ძალიან უცნაურად ჯდება, ანუ როცა ეს მდგომარეობა რეალურად უდგება ადამიანს, ძალიან საინტერესო არის მაგის ზოგადად გაცნობიერება, რომ ვაუ, ეხა მე საერთოდ არაფერი არ მინდა და არც არაფერი არ მომოძრავებს, რომ რამე ვაკეთო, მაგრამ მოდი გავაკეთებ, მოდი ვითამაშებ და აქ ჩდება როგორც
ბავშვს, პატარ ბავშვს უჩნდება ეზოში ჩასვლის და თამაშის სურვილი. ნუ ეხლანდელ ბავშვს მე მგონი აღარ უჩნდებათ, მაგრამ ჩემ ბავშვობაში იყო. რატო მიდიხარ ეზოში სათამაშოდ? იმიტომ ხო არა რომ იქ ვიღაცას მოუნგო რამე ან თუნდაც რაღაცა ახვიდა თუთის ხეზე და ჭამა თუთან, რაღაცა ის ხო არ გაქვს რა სახში რომ მოვალ მე, უნდა ფული შემოვიტანო ან რაღაცა მოგებული უნდა დაუბრუნდე ან რაღაცა ეს მიზნები ხო არ არის, ანუ მიდიხარ იმიტომ რომ ეძიები რაღაცა საინტერესოს რაღაც თავგადასავალს ეძიები ხო ადამიანი ბავშვი როცა ხარ და სწორედ ეგეთი შეგრძნებით იწყებ ისევ რაღაცების კეთებას. შეიძლება იგივე რაღაცებიც გააკეთო, რასაც აქამდე აკეთებდი, იგივე კარიერაში იყო, იგივე პროფესიაში იყო და სივრცეში, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე აკეთებ ბავშვური ინტერესით, აი რაღაც ჯანსაღი ინტერესით, რომ უბრალოდ რავი, გავერთობი რა ამ ყველაფერში და მივიღებ სიამოვნებას და არა იმიტომ, რომ ხა გასაკეთებელია ან რაღაცა შედეგია დასადებიან, რაღაც, ანუ არა, ეს ყველაფერი უკვე საერთოდ აღარ არის. და როგორც კი ეს ყველაფერი შორდება და ადამიანი იწყებს ამ რაღაცების კეთებას უბრალოდ ინტერესით და joyfulness მდგომარეობაში ხო და აი თამაშის რაღაცა განწყობით ყველაფერი ლაგდება სწორედ მე აი ესე მარტივად და ესე ლაღად მის გარემოცვაში, მის მატერიალურ ანარეკლში, იმიტომ რომ მატერიალური სამყარო ხო ჩვენი ანარეკლია და ჩვენ რასაც გავდივართ უბრალოდ ეგეთია ხო ჩვენი მატერიალური გარემოცვა და სწორედ მაშინ იწყება უკვე ამ გარემოს ცვლილება და მე ვხვდებით რომ აი ამ განსხვავებას რომ თუ მე უფრო სხვაგან ვარ და ჩემი მეზობელი ლამარა და ერთნაირ იმაში რატო ვართ, აი მან იწყებს უკვე ეს ორი ჩემი და ლამარას რეალობა გაყოფას და უკვე დაშორებას ერთმანეთისგან. თუმცა მან უკვე ეგო აღარ არის. მან უკვე სულ რა ვიცი მთელი დღე მედიტაციაში იჯდა და კაილასზე წახვიდა და რაღაცა ღმერთი ნახო და რა დონის ისინიც არ უნდა კონდეს, ხო? განვითარებები ან შედეგები, იქ უკვე ეს ყველაფერი აზრის კარგავს. ან უფრო აზრის კარგავს შეიძლება არის სწორი ტერმინი, ანუ აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, კარგია, მოგწონს, გიხარია, გახარებს, რაღაცნაირად იღებ ამით სიამოვნებას, მაგრამ არ არის ამისი რაღაც აფიშირების საჭიროება, აღარ გჭირდება ამითი თავი გამოიდო, აღარ გჭირდება ვიღაცას მოუყვე, აღარ გჭირდება რომ ამითი რაღაცა თვით დამკვიდრება მოახდინო სამყაროში. შენ იცი შენც და შენსა და ღმერთს შორის ხდება ეს ყველაფერი და უბრალოდ ამ ყველაფრით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ და აღარ გჭირდება ეს რაღაცა შენ თავში დარწმუნების გამო და შენი თვით აღქმის გამო და თავდაჯერებლობის გამო ეს რაღაც უაზრო შეჯიბრებში და არ ვიცი რაღაც ესეთ თემებში მოხვედრე ზოგადად ცხოვრებაში. შესაბამისად ესეთ რთულ სულისბნელ ღამეს მოყვება ესეთი ლამაზი და ფანტასტიკური მდგომარეობა, თუმცა სულისბნელი ღამე შეიძლება დადგეს რამდენჯერმე ცხოვრებაში, იმიტომ რომ როგორც თქვი, ძირითადი სულისბნელი ღამე რაც სამსახურება, ეს არის სულიერი ეგოს დესტრუქცია, ხო? და შესაბამისად ჩვენ ზოგადად მატერიალურ ილუზორულ სამყაროში, რა თქმა უნდა, ჩვენი ეგო მუდმივად მაინც ცდილობს თვით დამკვიდრებას და შესაბამისად შეიძლება რომ ისევ შეიძლება კი არა ისევ მიდრეკილი იქნება ჩვენი ეგო, რომ ისევ რაღაცა მოვეჭიდოთ რაღაცა ეგოცენტრიზმს და ასე შემდეგ და შესაბამისად შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს ესეთი სულისბნელი ღამე ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა ერთი არის ხოლმე როგორც წესი ძალიან გარდამტეხი და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი. საერთო ჯამში ძირითადად რაც მე ჩემი პირადი გამოცდილებით შემჩნევია ძირითადად 36-37 წლის ასაკში ხდება, იმიტომ რომ მაგ დროს ასტროლოგიურად არის კარმული კვანძების მოbrunება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილი ადამიანისთვის და აი მაგ დროს ემთხვევა ხოლმე. თუმცა ცოტა რთულია, როგორც უკვე ვთქვი, სულისბნელი ღამის და დეპრესიის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. ამიტომ ანუ შეიძლება დეპრესია ქონიათ უმრავლეს შემთხვევაში და არა სულისბნელი ღამე, მაგრამ ძირითადად მაგ დროს დამფიქსირებია, რომ ადამიანები ჩემი აღქმით, ნუ კონსტიტუციების განმავლობაში ჩემი აღქმით, რომ შესაძლებელია ქონოდათ აი სულისბნელი ღამე. ცოტა რამე ეგოზეც მინდა და მომეყოლა, იმიტომ რომ ეგოც ამ თემასთან ძალიან დაკავშირებულია და არ მინდა რომ ეგო გაიგოთ რომ რაღაცა მტერია ამ შემთხვევაში ადამიანის და მისი სულიერი განვითარების. ანუ ეგოც მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მატერიალური ცხოვრების, იმიტომ რომ ეგო რო არ იყოს
იყოს ჩვენ მატერიაში ვერ მოვეჭიდებოდეთ, ანუ ეგო არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაჯერებს, რომ ეს მატერიალური ცხოვრება არის ნამდვილი. და ამ მატერიალურ ცხოვრებაში უნდა იცხოვრო ამ მატერიალური ცხოვრების კანონებიდან გამომდინარე, ხო? და მატერიალური ცხოვრება როგორია, რომ ვინც ძლიერია ის გადარჩება, ვინც სწრაფად დარბის ის გადარჩება და ნუ ასე შემდეგ, ხო? ეს მატერიალური რაღაცა კანონები, რომელიც ბუნებაში არსებობს და ეგო თუ არ იქნა, ხო, ჩვენ მაშინ გვეკარგება ამ მატერიალური სამყაროს აღქმა, ანუ არანაირი ამბიცია არ ჩნდება, მაშინ არანაირი სურვილი არ ჩნდება და მაშინ რა ვიცი მოვდივართ უბრალოდ და არაფრის ანუ ესე ვზივართ ჩვენთვის არაფერი არ გვინდა და ჩვენი ეგო არაფერს არ გვეუბნება, არაფრისკენ არ მოგვიწოდებს, რომ გავაკეთოთ და ცოტა მოწყვეტილები ვართ მატერიალურ სამყაროს და ჩვენ რაღაც სულიერ მდგომარეობაში ვართ, ხო, უფრო მეტწილად. ამიტომ ეგო არის ძალიან საჭირო მექანიზმი და აი ხშირად ეს კითხვები ჩამოსვლა, რომ ეგო როგორ დავთრგუნო, როგორ დავამუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ ეგოს არანაირი დათრგუნვა არ ჭირდება, არც რაღაცა გადაგდება არ ჭირდება, ანუ არ უნდა გადავაგდოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ადამიანისთვის, ხო? ისე როგორც აი ადამიანმა სულიერი ხედვა თუ დაიწყო მაგალითად მესამე თვალით, ხო? დანარჩენი ორი თვალით ხო გვჭირდება, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ვართ და აქაც უნდა ორიენტირდეთ. ასე არის ეგოც, ანუ კი ადამიანი შეიძლება სულიერად მიდის წინ, სულიერი თქვა გამოუძებაც ქონდა, სულისბნელი ღამე გაიარა, უკვე ძალიან მაღალ დონეზე არის და მაგ დროს რა, ანუ ეგო აღარ ჭირდება, არა თქმა უნდა ჭირდება, იმიტომ რომ ეგო არის სწორედ ამ მატერიალურ სამყაროზე მოსაჭედი მექანიზმი. უბრალოდ ეგოსთან საჭიროა სწორი ურთიერთქმედების დამყარება. აი ბაგავად გიტაში არის ძალიან კარგად აღწერილი და აი იდეალურად ახლა მე ესე ვერ გადმოვცე, მაგრამ საერთოდ ჯამში ეგო არის, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის უბრალოდ ცხენი, რომელსაც ჩვენ მართავთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა, უბრალოდ არის ტრანსპორტი, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენი რაღაც გეგმები შევასრულოთ, მაგრამ ჩვენ მართავთ მას და არა ის ჩვენ. ახლა ეს შეიძლება ფილოსოფიის დონეზე ბევრგან გაგეგოთ, მაგრამ მოდი მარტივ მატერიალურ მაგალითებში ავხსნი რას ნიშნავს, ხო? აი მაგალითად ვიღაცას აქვს ჩემზე ლამაზი კაბა და სადღაც შევხვდით ერთმანეთს და მეც უცებ ეს ეგო მეუბნება, რომ შენც რატო არ გაცვი ესეთი ლამაზი კაბა, ანუ შენც ხო გინდა ესეთი ლამაზი კაბა და ნახე იმასაც ვია და შენ რატო არ გაცვია? ან ნახე ის გჯობნის და აი თქვა შენც გინდა ეგო გიშვება იმას, რომ შენც გინდა რომ ეგეთი ლამაზი კაბა გეცვას. ანუ ამ მომენტში ხა რას ნიშნავს ეგოს მართვა? ანუ იმ მომენტში, როცა შენ თავს ესეთ შეჯიბრებების მომენტზე, ან კონკურენციის მომენტებზე, ან შურის მომენტებზე იჭერ ხარ, რომელიც ეგოდან მოდის. მაგ მომენტში უბრალოდ აცნობიერებ, რომ ეს ახლა ეს ფიქრები, რომელიც მოდის, ეს შენ არ ხარ, ანუ შენ ხარ ერთი არის ნეტარი ღმერთი. ეს არის უბრალოდ ის რაღაც მექანიზმი, რომელიც შენ მატერიაში გაჭიდებს ამ მატერიალურ სამყაროს და ეს ფიქრები შენი ჭეშმარიტი მდგომარეობიდან არ მოდის, ეგოდან მოდის. და მაგ დროს უბრალოდ მაგას აცნობიერებ, რომ ამ ფიქრებს აქვთ არსებობის უფლება და იყვნენ იმ თავში, როგორც არიან, მაგრამ მე უბრალოდ შორიდან შევხედავ ახლა ამ ფიქრებს და არ აღვიქვამ, რომ ეს ფიქრები განსაზღვრავს მე, იმიტომ რომ მე არ ვარ ეს ფიქრები. ეს ფიქრები არის ეგოს სტრუქტურის და ეგოს მექანიზმის ნაწილი, ის აგენერირებს ამას, ანუ მე არა. და იყოს, ოკეი, მაგრამ მოდი არ მოусვენ, აი დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რომ ტელევიზორია ჩართული და უბრალოდ გონებაში ხმას ჩაუწევთ, ან გონებაში გათიშავთ მოსმენის ფუნქციას იმ ფიქრებთან მიმართებაში. ან ასე შორიდან უსმენთ და არ აღიქვამთ, რომ ხენი ტელევიზორში ვინც ლაპარაკობს, ის თქვენ ხართ, ხო, არ აღიქვამთ, ხა სხვა ადამიანი რო გელაპარაკებთ, თქვა რაღაცა სიახლეებს უსმენთ, ხო, არ გაქვთ აღქმა, რომ მე ის ვარ და ხა ის რასაც საუბრობს, ეს მე ვარ, ანუ ეს აღქმა ხო არ არის. ზუსტად ესეთი აღქმა უნდა იყოს ეგოსთან და ეგოსთან გამოწვეულ ფიქრებთან დაკავშირებით, რომ ის მე არ ვარ, ის თავის არსებობს, ის თავის საქმეს როგორც აკეთებს, ძალიან სწორად აკეთებს და ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ თუ ეგოს მიუდგებით, როგორც პატარა ბავშვს. ანუ მაგალითად გონებაში თუ მოდის ესეთი ფიქრები, იგივე მაგალითად რო ვიღოთ, ხო, რომ მე რატო არ მაქვს ეგეთი მაგარი კაბა იმას რო აქვს და ჩემზე რა მეტია რამით და ან მოვიდა ხო ეს ფიქრები უცებ ვეუბნებით. ანუ ჯერ პირველი ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ეგოს ფიქრები და არა ჩემი და მე ეს არ ვარ და ეგ ვარი პატარა ბავშვი, რომელსაც ახლა მე
უნდა მოვიპოვო მართლობა და მე ის უნდა დავამშვიდო და ვეუნები ჩემ თავსვე. ოღონდ დამკვირვებლის უბრალოდ დამკვირვებლის თემა კიდე სხვა თემა, ანუ ჩემ მეორე მხარე რომელიც არ არის ესე გვეუნება, რომ იცი რა, კარგი რა დაწყნარით, შენც გიყიდი თუ გინდა ესეთ კაპას, ანუ ჩვეულებრივ დიალოგში შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ეგოსთან და დაამშვიდოთ ისე როგორც პატარა ბავშვს დაამშვიდებდით და გინდა, კაი გიყიდი რა, ვიცი, არ ვიცოდი რომ გინდოდა თორე ჩემი თავი შემოგელოს, წამოაგერ დღესვე წავიდეთ და გიყიდი. და ესე ასეთი რაღაცა თქვენ თავშორის დიალოგით ამშვიდებთ და მართავთ თქვენს ეგოს და სადღაც იქ კიდე დამკვირვებლის თვალით ამ დიალოგს რო უყურებთ, ეს ყველაფერი კიდე ძალიან სასაცილო და საინტერესო ხდება ხოლმე. ამიტომ თვითონ ეგოს ქონა პრობლემა არ არის, პრობლემა არის ეგოსთან თავის გაიგივება და თუ ამას ჩახსნით და ეს პატარა ბავშვით დაიწყებთ მასთან კომუნიკაციას და მეგობრობას, თქვენცაც სახალისო იქნება ან დამკვირვებლის პოზიციიდან და ისიც აღარ გმართავთ თქვენ. ამდენად ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უკვე ეპიზოდი გამომივიდა, მოკლედ საერთოდ ჯამში რო შევაჭამოთ, სულისბნელი ღამე არის ძალიან რთული პერიოდი, თუმცა ამ რთულ პერიოდს, როგორც აღწერე, იმდენი რთული მექანიზმი რთული მექანიზმებისგან არის აგებული, რომ მაგან არ შეგაშინოთ, თუ ვინმე იმყოფებით ასეთ მდგომარეობაში და დარწმუნებული რომ ბევრი იმყოფებით, იმიტომ რომ ბევრი მსგავსი მესეჯები შემომდის ხოლმე და კომენტარები რომ ხვდები რომ ადამიანები სავარაუდოდ ამას გადიან და აწიგეცოდინებათ, რატო გადიხართ ამას, რა სამსახურება და ის რომ ამ ტუნელის ბოლოს არის საოცრად სინათლე. მაგრამ იმისთვის რომ ეს სინათლე გამოჩნდეს, პირველ რიგში არის სრული ეგოს დესტრუქცია, სრული ტრავმებისგან განთავისუფლება და შესაბამისად ასევე სრულიად დაკარგვა სულიერი ეგოსი. შესაბამისად ასევე ჩვენი სოფხედულობის, იმიტომ რომ ჩვენ თუ კარგავთ იმ ტრავმებს, რომელიც ჩვენ რეალურად რაღაცა мотиваციას გვაძლევდა და მოქმედებისკენ გვიბიძგებდა, თუ კარგავთ ჩვენ სულიერ ეგოს, შესაბამისად ჩვენი სოფხედულობაც ინგრევა და შესაბამისად, ანუ ვართ არავინ. და ეს არავინის მდგომარეობაში ყოფნა და ამის მიმღებლობა არის სწორედ ის ბოლოს წინა ნაბიჯი, რომლის მერეც უკვე თენდება და სამყარო თავიდან გვაწვდის ყველანაირ თავის მატერიალური სამყაროს სასწაულებს, რომელიც შეუძლია რომ ამ სამყაროს მოგცეს. თუ რამე კითხვები გექნებათ, გელოდებით კომენტარებში და ასევე გთხოვთ, რომ დამიკომენტაროთ ხოლმე, ვინც მუდმივად მისმენთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარი, რომ რაც უფრო მეტი კომენტარი აქვს ვიდეოს ან YouTube თulis, რომ ესე იგი ეს ვიდეო ბევრი ადამიანისთვის საინტერესოა და ის უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს ხოლმე შესაბამისად ასეთ ვიდეოს და მგონია, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულად ამ ეპიზოდშია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება რეზონანსული და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ ამ ინფორმაციას გადააწყდეს მით უმეტეს, რომ სპეციალურად დაბნელებების დერეფანში ვწერ ამ ეპიზოდს ამ თემასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო აქტუალურია ძალიან ბევრი ადამიანისთვის. მადლობა თუ აქამდე მომისმინეთ და ასევე ცალკე დამიწერეთ კომენტარი, თუ ბოლომდე მომისმინეთ, მზეები დამიკომენტარეთ და მივხვდები, რომ ბოლომდე მომისმინეთ. უღრმეს მადლობა და აბა მშვენიერი დღე ან ღამე.